ჩვენ შევეცდებით რომ დაგაწიოთ მოვლენებს, რომელიც ვითარდება ახლა ბრიუსელში, თუმცა დღეს მანამდე უნდა გითხრათ, რომ არის იუნკერების ხსოვნის დღე და მნიშვნელოვანია რა განცხადებები გაკეთა ბრიუსელსა და თბილისში. ერთმანეთისგან შეიძლება ითქვას აბსოლუტურად გამომრიცხველი განცხადება. თბილისში ანტისახელმწიფოებრივი და გმირების შეურაცხყოფელი განცხადება, რომელიც ოცნების პრემიერმა იუნკერების ხსოვნის ცერემონიაზე გააკეთა. საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპული ახალგაზრდების მემორიალთან ირაკლი კობახიძემ გაიმეორა თეატრულუკიანის რიტორიკა, რომ გიორგი ანწუხელიძე და სხვა გმირები 2008 წელს წინა ხელისუფლების ავანტიურას შეეძირნენ. ამავე კონტექსტში ილაპარაკა მან მარო მაყაშვილზე და სცადა გაენეიტრალებინა ოცნების პროპაგანდისტის გია გაჩეჩილაძის იგივე უცნობის ნარატივი, რომელმაც თქვა, რომ მარო მაყაშვილი არა რუსეთმა, არამედ მაშინდელმა ხელისუფლებამ მოკლა და აქვე რა განცხადება გაკეთდა ბრიუსელში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბრიუსელიდან ჩაგვერთვება თამარ ნუცუბიძე, რომელმაც ევროსკოპის რედაქტორის რანგში კითხვა დაუსვა კაია კალას, რომლისგანაც მიიღო პასუხი, რომ დიახ, საქართველოდან ისევე როგორც მოლდოვადან უნდა იყოს გაყვანილი რუსული ჯარები. თამარ, მე სიმბოლურად გავუსვი ხაზი ამ ორ განცხადებას ბრიუსელსა და თბილისში. მინდა რამდენიმე დღის შემდგომ შენ მოგეცა საშუალება პირადად გეკითხა კაია კალასისთვის, არის თუ არა ევროკავშირის დოკუმენტში საუბარი საქართველოზე და ითხოვს თუ არა ევროკავშირი რუსეთისგან უკრაინასთან მოლაპარაკების კონტექსტში, მათ შორის საქართველოდანაც საოკუპაციო ძალების გაყვანას. მოგესალმები სოფო და მოდი კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, დარწმუნებული ვარ, რომ მათ აქვთ ეს ინფორმაცია, მაგრამ კონტექსტი კარგად რომ გაიგონ ადამიანებმა, შევახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საგარეო უწყებას ევროკავშირს, ანუ კაია კალასის უწყებას აქვს მომზადებული სამუშაო დოკუმენტი, რომლის წარდგენაც უნდათ რუსეთთან მოლაპარაკებებში, მაშინ როდესაც იქნება საუბარი უკრაინაში ომის შეწყვეტაზე და ზოგადად ასევე მაყურებელმა უნდა იცოდეს, რომ ბოლო პერიოდში ევროპა ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპაც უნდა იყოს სრულფასოვანი წევრი, რადგანაც უკვე ბოლო პერიოდი არის სწორედ ევროპის ფინანსური დახმარებით და ევროკავშირის და მოკავშირეების ევროპის კონტინენტიდან და არა მხოლოდ მათი ფულადი დახმარებით ამერიკისგან ყიდულობს უკრაინა შეიარაღებას და ამიტომაც ევროკავშირში თვლიან, რომ სრულფასოვანი წევრი უნდა იყვნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან. ეს დოკუმენტი, როგორც ცნობილია, შეიცავდა და ასე ვრცელდებოდა ინფორმაცია მოთხოვნას, რომ გრძელვადიანი მშვიდობისთვის რეგიონში საჭიროა რუსეთმა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები, მათ შორის საქართველოს და მოლდოვაზეც იყო საუბარი და დღეს მართლაც მომეცა საშუალება, რომ მეთხოვა კაია კალასისთვის დაედასტურებინა, ანუ უარყო ეს ინფორმაცია. კაია კალასმა თქვა, რომ დიახ, სწორედ გრძელვადიანი მშვიდობისთვის რეგიონში საჭირო არის, რომ მეზობლებთან აღარასდროს რუსეთმა არ გაიმეოროს აგრესია და საჭიროა რუსეთმა დატოვოს ოკუპირებული ტერიტორიები. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთი ძალიან ხშირად თვითონ გადამეტებულ და არარსებულ მოთხოვნებსაც აყენებს მოლაპარაკებების დროს და თუკი ბევრს გონია, რომ ესეც ცოტა არარეალური თხოვნა არის და მოთხოვნა არის, უნდა შეადარონ იმ მოთხოვნებს, რაც რუსეთს გააჩნია და ზოგადად მან თქვა, რომ მოლაპარაკებებში ყოველთვის უფრო მაღლა უნდა აწიოთ ამასა, იმისთვის, რომ მიიღო რეალური შედეგი. კიდევ ერთი დეტალი, რაზეც მე ხაზს გაუსვამდი, იგივე შეკითხვა დაუსვი რუმინეთის პირველ დიპლომატს და მან კონტექსტში მხოლოდ მოლდოვაზე გააკეთა ძალიან ვრცელი კომენტარი, ძალიან ეს თამარ, ეს არის მნიშვნელოვანი. მან არ ახსენა საქართველოს, ამაზე აქცენტი. კი, საქართველოს მან სხვა ნაწილში ახსენა, მან ზოგადად თქვა, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა აქვს და რომ საქართველოს ხალხი და აქაც მოსახლეობაზე გააკეთა ძირითადი აქცენტი, რომ იმსახურებს ევროპული ოჯახისთან დაახლოვებას, თუმცა პრობლემურ საკითხებზეც ისაუბრათ, მაგრამ მე ესეთი შთაბეჭდილება დამჩა, რომ მან ძალიან კარგად იცის ეს დოკუმენტი, სამუშაო დოკუმენტი, იმიტომ რომ ზედაპირულად არ შეეხო მოლდოვას და დნესტრისპირეთის საკითხს, არამედ ძალიან ბოლო ინფორმაციაც მოიყვანა მაგ
მაგალითად რა ვითარებაა რომ თავად დნესტრისპირეთში მოსახლეობის აზრები იცვლება და აი სწორედ მისი ეს დეტალური კომენტარი მაფიქრებინებს იმას რომ შესაძლო არის საქართველოს ჭირდებოდეს ევროკავშირის შიგნით ქვეყნები რომლებიც აი როგორც რუმინეთი მოლდოვას უჭერს მხარს ასე ხმამაღლა ილაპარაკოს იმაზე რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები რაც ყველგან გაწერილია ხო სოფო ჩვენ ხო არ ვლაპარაკობთ რაღაც ახალზე საერთაშორისო დაღებული ვალდებულებები რა თქმა უნდა საერთაშორისო კი რუსეთის მიერ ხელმოწერილი არის ეს ვალდებულებები და ჩემი აზრით თუ კი პოზიტიურად წავა და ჩვენ ყველას დიდი იმედი გვაქვს რომ უკრაინასთან დაკავშირებით პოზიტიურად წავა როგორც ფრონტის ხაზზე ასე დიპლომატიაშიც საქმეები მაშინ დიდი შანსია რომ ასევე მოლაპარაკებების მაგიდაზე დაიგოს მართლაც ეს საკითხი საბოლოოდ როგორ გადაწყდება არავინ ვიცით თუმცა ეს იქნება კიდევ ერთი შანსი რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხმამაღლა იყოს საუბარი ასეთი დიდი ქვეყნების შორის კი ბატონო თამარ განსაკუთრებით იმ კონტექსტში როცა რეგიონიდან რუსული ინტერესი განდევნილია ფაქტობრივად შეერთებულმა შტატებმა ჩაანაცვლა ეს ინტერესი იმით რომ რეალური მშვიდობის დამყარება შეძლო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოიტანა ინვესტიციები რომელსაც მოყვა ამერიკული უსაფრთხოება და საქართველოს თითქოს არ არის აი ამ რეგიონში არ არის ამ ყველაფრის ნაწილი უფრო მეტიც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა დაგვაკარგინა ივანიშვილის რეჟიმმა და პარალელურად დაგვაკარგინა ევროკავშირში წინსვლის შესაძლებლობა მოლაპარაკებების გახსნა ჩვენთან არ მოხდა მაშინ როცა ეს მოხდა უკრაინასა და მოლდოვასთან შენ საუბრობ ახლა მაყურებელს რომ კარგად გავაგებინებთ მორიგ შესაძლებლობაზე როცა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით არის შესაძლებლობა რომ ამ მოლაპარაკების ნაწილი იყოს საქართველოსდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხი. ოღონდ ეს ინიციატივა კარგად უნდა უთხრათ მაყურებელს საქართველოს მოქმედი რეჟიმისგან კი არ მოდის ივანიშვილის რომელიმე წარმომადგენლისგან კი არ მოდის აი იმ ევროპამ წამოაყენა ეს და საკუთარ დოკუმენტში ჩაწერა კაია კალას რომელსაც მტრად იხსენიებს დღეს ივანიშვილის წარმომადგენლები საქართველოში ხო შესაბამისად თუ ახლა ამას ინიციატივა კი წამოიჭრა და დოკუმენტში ჩაიწერა მაგრამ თუ არ ექნება საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და ძალისხმევა რომ ბევრმა ქვეყანამ ევროკავშირში ილაპარაკოს ჩვენზე ამ მოლაპარაკების ნაწილში მაშინ ეს დღის წესრიგად შეიძლება არ იქცეს და რეალობად შეიძლება არ იქცეს ეს არის როგორც ხვდები რა უნდა გაკეთდეს შენი გამოცდილებით რომ საქართველოს ამ დღის წესრიგის ნაწილი გახდეს და ყველა მილაპარაკოს ამის შესახებ ამას რა ჭირდება ახლა ჩვენგან ზუსტად სოფო ზუსტი აქცენტი დასვი შენ და მაყურებელმა კიდევ ერთხელ და ძალიან კარგად უნდა გაანალიზოს რომ ინიციატივა კიდევ ერთხელ გაჟღერდეს ასეთი მაღალ დონეზე რომ რუსეთი არის ოკუპანტი და რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა უნდა დატოვონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები მოდის ევროკავშირისგან ისინი ფიქრობენ რომ გრძელვადიანი მშვიდობისთვის ეს არის აუცილებელი ანუ ევროკავშირი პირიქით ისევ და ისევ ჩვენ გვერდით დგას და ევროკავშირი მზად არის რომ გრძელვადიანი მშვიდობისგან გამომდინარე ასეთ მაღალი დონის მოლაპარაკებებში საქართველოსაც ისაუბროს თუმცა როგორც უკვე თქვი საჭირო არის ამაზე მუშაობა რომ უბრალოდ კი არ ჩაიკარგოს აი თუ იმ თუნდაც იმ სამუშაო დოკუმენტში და ჩანაწერად არ დარჩეს და ისე არ დარჩეს როგორც დღეს ჩვენ კანდიდატები ვართ მხოლოდ ფურცელზე ფურცელს უნდა გაცთეს ეს ყველაფერი ამისთვის არის ძალიან დიდი მუშაობა საჭირო როგორც ევროკავშირთან ასე ცალკეულ ქვეყნებთან მაგრამ სანამ საქართველოს მხრიდან სანამ ქართული ოცნების მხრიდან ჩვენ გვესმის ასეთი რიტორიკა არა მხოლოდ ევროკავშირის მაგალითად კაია კალასის მარტაკოსის ურსულა ფონ დერ ლაიენთან მიმართებით არამედ წევრ ქვეყნებზეც ხომ სოფო გერმანიის ელჩთან მიმართებით შვედეთზე ბოლო დროს რაც გვესმის სანამ ეს საკითხი არ იქნება მოგვარებული მანამდე ევროკავშირი მაინც გააკეთებს თავის საქმეს თუმცა თუ კი
მაგალითად რუმინეთის მსგავსი კარგი გაგებით ლობისტები ჩვენ ქვეყანას არ ეყოლება, ეს შეიძლება უბრალოდ სალაპარაკო მასალად დარჩეს და მაგალითად წინ წავიდეს პროცესში მოლდოვაში და თქვან რომ ნუ საქართველოში არ არის ხა ისეთი ვითარება, არ არის თუნდაც საქართველოში ფაქტიურად ვინც არის ხელისუფლებაში მათი მხრიდან სურვილი რომ წინ წავიწიოთ და ნუ ევროკავშირმა კი გამოთქვა სურვილი, მაგრამ სურვილის იქეთ და აი ამ ინიციატივის იქეთ არ დაიძრას პროცესი. ეს არის საფრთხე და ძალიან მოკლედ ვიტყვი, სოფო, ალბათ შენ საქმის კურსში ხარ, არა მხოლოდ ეს შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა, კარგად იცის მაყურებელმა. ნახეთ დღეს პოლიტიკო წერს, რომ სავარაუდოდ აგვისტოში ისლანდიაში სურთ რომ ჩატარდეს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ჯერ ხო პუტინის აგრესიამ ორი მძლავრი სამხედრო სიმძლავრით ძალიან ძლიერი ქვეყანა საფირწონეთ რომ ნატო არ გაფართოვებულიყო, ორი ქვეყანა მიიღეს ალიანსში და უფრო მიუახლოვდა ნატო რუსეთს. და ახლა ვხედავთ რომ ქვეყნები არიან სურველი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და კონკურენცია აქაც იზრდება. და როდესაც ასეთი კონკურენცია, როდესაც კარები ასე ღიაა და ჩვენ პირიქით არათუ ვცდილობთ რომ არ კარში შევიდეთ, პირიქით კარს ვუჯახუნებთ უკან. რუსების სხვათა შორის კარგი გამოთქმა არის რომ ადგილი არასდროს სარიელი არ რჩება. ასე რომ ამაზე არის დასაფიქრებელი ძალიან და მთავარი არის ჩემი აზრით რომ მოსახლეობას მიეწოდოს სწორი ინფორმაცია რომ ჩვენ არავინ არ გვებძვის, პირიქით სურთ რომ მაქსიმალურად დაგვიახლოვონ და თუ კი ჩვენ სწორი გზით ვივლით და იქნება მაქსიმალურად მოსახლეობის მხრიდანაც ამის დაფიქსირება რომ ჩვენი არჩევანი სწორედ ევროპული ცივილური სივრცეა, მეტი დახმარება და მეტი მხარდაჭერა იქნება ევროკავშირის მხრიდანაც. კი ბატონო, თამარ და ასევე უნდა ვისაუბროთ დღევანდელ შეკრების ასე ვთქვათ საბაბზე, მე-20 პაკეტის მიღება რუსეთის წინააღმდეგ რა ხდება ამასთან დაკავშირებით. უთხრათ მაყურებელს ვინ ბლოკავს ჯერჯერობით ამის მიღებას, კვლავ აქტუალურია ბატონი ორბანი, რა მიზეზით და რა ეტაპზეა ეს ამბავი, როგორც ჩანს დღეს შეთანხმება არ გამოდის ამ თემაზე. კი, შეთანხმებას დღეს არ უნდა ველოდოთ, გასაკვირით, მაგრამ ალბათ არც არის უკვე გასაკვირი, დიპლომატები ამბობენ, რომ ელჩების შეხვედრებზე და ყოველთვის ბოლო გადაწყვეტილებებს და ანუ მინისტრების ან ქვეყნების ხელმძღვანელების დონეზე გადაწყვეტილებამდე არის შეკრება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების და მხოლოდ როდესაც ელჩების დონეზე არის მწვანე-შუქი, მერე უკვე გადადის ნებისმიერი საკითხი სხვა დონეზე. და არაერთმა დიპლომატმა სხვადასხვა მედიასთან სხვათა შორის აღნიშნა, რომ როდესაც შეკრება იყო და შეხვედრები იყო ელჩების, უნგრეთს არ დაუფიქსირებია პოზიცია, რომ ის დაბლოკავდა სანქციების მე-20 პაკეტს და ჰოი საოცრებავ გუშინ გააკეთა განცხადება უნგრეთის პირველმა დიპლომატმა, რომელიც დილას მოსული იყო და ჟურნალისტებთანაც ძალიან ბევრი ისაუბრა და სხვათა შორის ძალიან კრიტიკული იყვნენ ჟურნალისტები სიარტოს მიმართ, რომელსაც მართლა ხელში არ ჰქონდა არანაირი ხელმოსაჭიდი არგუმენტი. ის ამბობს, რომ მთავარი მიზეზი, რატომაც ბლოკავს უნგრეთი მე-20 პაკეტს არის ის, რომ უკრაინა არ უშვებს ნავთობს მილსადენი დრუჟბასგან და ასევე მაყურებელმა რომ მიცოდეს დრუჟბა დააზიანა აფეთქებებით და რუსეთის აი ამ საომარი მოქმედებების გამო თავად რუსეთმა და ითხოვს უნგრეთი რომ გარემონტებული იყოს ეს მილი და მიიღოს უნგრეთმა ნავთობი აქედან, როგორც სიარტო დღეს ჟურნალისტებთან ამბობდა, ეს მათი ეროვნული უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და მათ არ სურთ ძვირი ნავთობის ყიდვა, როცა აგერ თურმე ყოფილა
დგას აპირწონეთ იაფი რუსული ნავთობი და პირობებს უყენებენ უკრაინას, რომ სანამ არ იქნება გარანტიები, რომ ეს ნავთობი იქნება დრუჟბათი მიწოდებული, მანამდე უნგრეთი აპირებს დაბლოკას. აქ ორი საინტერესო მომენტია. ერთი, უკრაინელი კოლეგები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ შესაძლოა რაღაცა მოიძებნოს ერთგვარი ალტერნატივა და საუბარი შეიძლება იყოს, რომ არა დრუჟბით, არამედ ოდესიდან მოხდეს როგორღაც ამ ნავთობის მიწოდება უნგრეთისთვის და შესაძლოა ეს იყოს როგორც ერთგვარი გამოსავალი და თვითონ მინისტრებმა, ვინც კი გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებთან, მათ თქვეს, რომ არ არსებობს როგორღაც უნდა იყოს მიღწეული გადაწყვეტილება და სანქციების მე-20 პაკეტი უნდა იყოს მიღებული, ასე რომ ნახოთ, დიდი გამოწვევა იყო და დიდი სურვილი იყო, რომ ხვალინდელი დღისთვის მიიღოს გადაწყვეტილება ომის წლის თავის, არ ვიცი, ნახოთ თუ მოხერხდა, ნახოთ ყოველ შემთხვევაში ევროკავშირი ძალიან მოწადინებულია და ბოლოს სოფო ვიტყვი, რომ დღეს კიდევ ერთხელ წამოიჭრა საკითხი ლიეტუვას მხრიდან, რომ შეუძლებელია ასე მუშაობის გაგრძელებაო, ამბობს კესტუტის ბუდრასი, მან თქვა, რომ ან უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების კონსენსუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესი, ან ასეთ შემთხვევებში უნდა ამოქმედდეს მეშვიდე მუხლი. ეს ნიშნავს იმას, რომ დაიბლოკოს ის ქვეყანა, რომელიც აი თქვა გამორჩეულად მარტო ეწინააღმდეგება ერთიან გადაწყვეტილებას. კი ბატონო, და არ დაგვავიწყდეს, რომ გაზაფხულზე ორბანს არჩევნები აქვს, ასე რომ დაველოდოთ ამ მნიშვნელოვან ამბავსაც. დიდი მადლობა თამარ ნუცუბიძეს, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი შეგვატყობინა ბრიუსელიდან, რომ ევროკავშირი დოკუმენტში, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებისას განიხილება, საქართველოს საკითხს აყენებს საქართველოს ტერიტორიებიდან ოკუპირებული ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით. ასე რომ ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე იმის მიუხედავად, რითი რეცხავენ პროპაგანდისტები ტვინს ყოველდღიურად, ამ მაგალითიცაც ძალიან მარტივი დასადგენია.